დამოკიდებულება და ცხოვრების ხარისხი. როცა ვსაუბრობთ ამ თემაზე, აქ არ მოვისაზრებთ მხოლოდ დამოკიდებულებას რაიმე სახის ნივთზე, ნივთიერებაზე, ან ქცევაზე. ზოგადად ჩვენ ვისაუბრებთ დამოკიდებულებაზე როგორც პროცესზე, ადამიანის სურვილზე შეავსოს რაღაც, რაც მის განცდაში არის სიცარიელი. ხშირ შემთხვევაში ამ ცდელობით ადამიანი ეჯაჭვება პროცესს, რაც ხელს უშლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და ხდება ერთგვარად იმუნურ აქტში, სადაც ვერ ახორციელებს გამოსვლას. ამიტომ ეს კურსი უფრო მიეძღვნება პროცესს, სადაც შეიძლება ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა და ასევე შეიძლება გავაკეთოთ ერთგვარი ანალიზი და პრევენცია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო გაუმჯობესდეს და ბევრად უფრო ეფექტური იყოს. რადგან ცდელობა სიცარიელის შევსების, რომლის შესაძლო საფუძველი გახდეს ერთგვარად დამოკიდებულება კონკრეტულ ობიექტზე ან ფანტაზმურ ხატზე, ეს სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნქციურ განვითარებას საზოგადოებაში და ხელს უშლის ურთიერთობაში. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ შეხვედრაში და განიხილოთ თითოეული ეს პროცესი.